შემდეგი ქვეყანა, რომელზედაც ჩვენ შევჩერდებით, არგენტინაა. 1950-1990 წლებში არგენტინის მოსახლეობის რაოდენობის მატება შედარებით სწრაფად მიმდინარეობდა, თუმცა გარკვეულ ცვალებადობას განიცდიდა. 1990-იანი წლებიდან განსაკუთრებით 2000-იან წლებში არგენტინის მოსახლეობის მატება შენელებას იწყებს, რაც ძირითადად ბუნებრივი მატების კლების შედეგია. მიუხედავად ამისა, მთელი განსახილველი პერიოდის განმავლობაში მოსახლეობის რაოდენობის ფორმირების ძირითადი კომპონენტი ბუნებრივი მატებაა. ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობის წილი, რომელიც 1950-1990 წლების პერიოდში 30%-ის ფარგლებში იყო, თანდათანობით მცირდება. იმავე დროს თანდათანობით ასევე, მაგრამ მუდმივ ზრდას განიცდის 65 და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი. უკვე 1970-1980-იან წლებში არგენტინის მოსახლეობა დაბერებული იყო, ხოლო შემდგომ პერიოდში დაბერების დონე იზრდება. გარკვეული ცვალებადობის მიუხედავად, შობადობის დონე არგენტინაში 1950-1980 წლებში მაღალი იყო. შემდგომ წლებში მიმდინარეობდა შობადობის მუდმივი შემცირება, თუმცა სადღეისოდაც მისი დონე უზრუნველყოფს მოსახლეობის რამდენადმე გაფართოებულ აღწარმოებას. შობადობის კლების ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება, ხოლო 2030-იანი წლებიდან მოსალოდნელია მისი სტაბილიზაცია საკმაოდ დაბალ დონეზე. მოკვდაობა და სიცოცხლის ხანგრძლივობას რაც შეეხება, უნდა ითქვას, რომ მოკვდაობის საერთო დონის, ანუ მოსახლეობის 1000-ზე გულისხმობ გარდაცვლილთა რაოდენობის კლების მიუხედავად, ასაკობრივი ცვლილებების შედეგად მოსალოდნელია მისი დონის მატება 2025 წლის შემდეგ ოღონდ. ჩვილთა მოკვდაობა არგენტინაში მუდმივ შემცირებას განიცდის. მართალია იგი მეტია განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, თუმცა მნიშვნელოვნად ნაკლებია ვიდრე ნაკლებად განვითარებულ რეგიონებში. სიცოცხლის ხანგრძლივობა არგენტინაში სტაბილურ ზრდას განიცდიდა და კვლავაც მატულობს, მიუხედავად ამისა, რომ მისი დონე რამდენადმე ნაკლებია აგრეთვე განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით. იგი მაინც საკმაოდ მაღლად შეიძლება როგორც მაღალი, ისე შევაფასოთ. მოკვდაობასთან შედარებით შობადობის უფრო სწრაფი კლების პირობებში მოსახლეობის ბუნებრივი მატება მუდმივ შემცირებას განიცდის. არგენტინაში მოსახლეობის აღწარმოების არსებული დონე უზრუნველყოფს თაობათა ოდნავ შენაცვლებას, თუმცა მოსალოდნელია, რომ უკვე 2020 წლის შემდეგ არგენტინაში დამკვიდრებას დაიწყებს მოსახლეობის აღწარმოების შეკვეცილი რეჟიმი. უნდა ითქვას, რომ არგენტინაში უკვე სადღეისოდ საკმაოდ მაღალია მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ეკონომიურობა, რომელიც სამომავლოდ კიდევ უფრო გაიზრდება. საერთაშორისო მიგრაციას რაც ეხება. მიგრაციის ინტენსივობა არგენტინაში დიდი არ არის. ამასთან ცალკეული წლების, ეს წლები 1975-85, 2000-2005 თუ არ მივიღებთ ხედველობაში, არგენტინაში იმიგრაცია ჭარბობს ემიგრაციას, თუმცა 2000-იანი, 2005 წლის შემდეგ არგენტინაში ჩამოსულების რაოდენობა რამდენადმე მაინც მეტია გასულებთან შედარებით და ამდენად სალდო საერთაშორისო მიგრაციის დადებითია, რაც ასეთივე ტენდენცია მოსალოდნელი განსახილველი პერიოდის ბოლომდე, ანუ შენარჩუნებული იქნება მცირე, მაგრამ
დადებითი საერთაშორისო მიგრაციის სალდო. რაც შეეხება დემოგრაფიულ გადასვლას, განსახილველი პერიოდის ფარგლებში დემოგრაფიული გადასვლა არგენტინაში უკვე დაწყებული იყო, თუმცა საკმაოდ ნელა მიმდინარეობდა და მეორე ფაზა არგენტინაში მხოლოდ 2010-2020 წლებში თავდება. ფაზათა შორისი პერიოდის შემდეგ 2020 წლების შუა პერიოდიდან მოსალოდნელია მესამე ფაზის დადგომა. აღსანიშნავია, რომ მესამე ფაზა და შემდგომი პერიოდი მოსახლეობის შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმის პირობებში იქნება გავლილი, თუმცა უნდა ითქვას, რომ განსახილველი პერიოდის ბოლოსაც კი შობადობა რამდენადმე მეტი იქნება მოკტაობაზე. განვიხილოთ პერუს მოსახლეობა და დემოგრაფიული ვითარება. პერუს მოსახლეობის რაოდენობის მატება შედარებით მაღალი იყო 1980 წლამდე. შემდეგ პერიოდში ის საგრძნობლად მცირდება და მომავალშიც მნიშვნელოვნად შემცირდება. პერუს მოსახლეობის რაოდენობის ფორმირების ძირითადი კომპონენტი ბუნებრივი მატებაა. ახალგაზრდა მოსახლეობის წილის კლების მიუხედავად სადღეისოდაც საგრძნობია იგი. 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი 1970-იანი წლებიდან მატულობს, თუმცა აღნიშნული მატება ნელა მიმდინარეობდა და თანდათანობით ხასიათს ატარებდა. ამის შედეგად სადღეისოდ პერუს მოსახლეობა ჯერ კიდევ სიბერის კარიბჭეზე ყოფია და მხოლოდ 2020 წლისათვის მიაღწევს დაბერების საწყის სტადიას. მომავალში დემოგრაფიული დაბერების პროცესი აქტიურად წარიმართება და 2050 წლისათვის 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი დღევანდელთან შედარებით 2.8-ჯერ გაიზრდება. რაც შეეხება შობადობას, შობადობის მაღალი დონე 1960-იანი წლების შუა პერიოდიდან კლებულობს. მიუხედავად ამისა, სადღეისოდ არსებული შობადობის დონე ჯერ კიდევ უზრუნველყოფს თაობათა განახლებას. მომავალში შობადობის დონე კიდევ უფრო შემცირდება და სავარაუდოდ პროგნოზებით 2020-იანი წლებიდან საკმარისი შეიძლება არ აღმოჩნდეს თაობათა განახლებისათვის. მას, ანუ თქვათ შობადობის ჯამობრივ კოეფიციენტს, მუდმივი კლება ექნება მომავალშიც. მისი სტაბილიზაცია განსახილველი პერიოდის ფარგლებში ნაკლებად სავარაუდოა გაეროს პროგნოზებით. მოკტაობა და სიცოცხლის ხანგრძლივობას რაც შეეხება, მოკტაობის საერთო დონე გავიმეორებ, ჩვენ მასში გულისხმობთ გარდაცვლილთა რაოდენობას მოსახლეობის 1000-ზე, მუდმივ კლებას განიცდა ბოლო დროის ჩათვლით, თუმცა 2010-იანი წლებიდან დემოგრაფიული დაბერების პროცესის გავლენით ზრდას დაიწყებს. ჩვილთა მოკტაობის ძალიან მაღალი დონე მუდმივ კლებას განიცდიდა და სადღეისოდ უკვე არ არის მაღალი. მომავალში მოსალოდნელია ჩვილთა მოკტაობის მნიშვნელოვანი შემცირება. საკმარისია ითქვას, რომ ჯერ კიდევ 1970-იანი წლების დასაწყისში ჩვილთა მოკტაობა შეადგენდა მოკტაობის კოეფიციენტი აღემატებოდა 100, ანუ ყოველ 1000 ცოცხლად დაბადებულზე 100-ზე მეტი ერთ წლამდე ასაკის ბავშვი დებოდა, რაც ძალიან მაღალი მაჩვენებელია. დღეს ეს მაჩვენებელი თითქმის 5-ჯერ და მეტჯერ არის შემცირებული წინა პერიოდთან შედარებით.
და კიდევ როგორც ითქვა, მნიშვნელოვნად შემცირდება 2050 წლისათვის. რაც შეეხება მოსახლეობის ბუნებრივ მატებასა და აღწარმოებას. მაღალი ბუნებრივი მატება 1970-იან წლებამდე კიდევ უფრო გაიზარდა, ხოლო შემდეგ კლებას იწყებს. აღნიშნული კლების მიუხედავად, განხილული პერიოდის ბოლოსათვის შობადობა გადააჭარბებს მოკვდავობას. თაობათა განახლების ინტენსივობა ცვალებადობასა და კლებას განიცდიდა, რის შედეგადაც 2020 წლებიდან მოსახლეობის გაფართოებული აღწარმოების რეჟიმს შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმი შეცვლის. მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ეკონომიურობა მუდმივ ზრდას განიცდიდა და სადღეისოდ არ არის დაბალი. საერთაშორისო მიგრაციასთან დაკავშირებით განხილული პერიოდის დასაწყისიდან 1970-იანი წლების შუა პერიოდამდე პერუსათვის დამახასიათებელი იყო მიგრაციის ძალიან დაბალი ინტენსივობა და ქვეყანაში შემოსვლებისა და გასვლების რაოდენობა მსგავსი იყო. 1970-იანი წლების შუა პერიოდიდან მიგრაციის ინტენსივობა თანდათან მატულობს და მიგრაციის სალდოს სიდიდეც იზრდება. 2010-იანი წლებიდან მოსალოდნელია მიგრაციის ინტენსივობის შემცირება, ხოლო 2020-იანი წლებიდან შემდეგ მიგრაციის სალდოს სტაბილიზირება შესაძლებელია შედარებით დაბალ დონეზე. ჩვენ ხედავთ, რომ საშუალო წლიურად საუბარი აქვს 32,000-ზე სალდოს გულისხმობს უარყოფით, როდესაც 2005-10 წლების პერიოდში სალდოს სიდიდე შეადგენდა 125,000 და უარყოფითი იყო. ანუ შესაძლებელია სალდოს 4-ჯერ მიგრაციის უარყოფითი სალდოს 4-ჯერ და მეტად შემცირება მომავალში. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს სალდო დასტაბილიზირდება სადღაც, როგორც ითქვა, 25 წლის შემდეგ და 32,000-ის ფარგლებში იქნება განსახილველი პერიოდის ბოლომდე. რაც შეეხება დემოგრაფიულ გადასვლას. ამჟამად პერუ იმყოფება მოსახლეობის აღწარმოების თანამედროვე ტიპის მეორე ფაზის ბოლოში. ფაზათა შორისი გარდამავალი პერიოდის შემდეგ 2010-იანი წლების დაახლოებით შუა პერიოდიდან მოსალოდნელია მესამე ფაზის დადგომა, რომელიც სავარაუდოდ განსახილველი პერიოდის ბოლომდე გასტანს. აღსანიშნავია, რომ მესამე და მეოთხე ფაზა მოსახლეობის შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმის პირობებში იქნება გავლილი. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ პერიოდის ბოლოსთვისაც კი შობადობა რამდენადმე მეტი იქნება მოკვდავობაზე.